საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ახალშობილის დედა იყო ამავე კლინიკის თანამშრომელი. მშობიარობამდე გქონდათ კლინიკას რაიმე სახის ინფორმაცია, ან მათ შორის, როცა უკვე გააჩინა ბავშვი საპირფარეშოში, რატომ არ იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი? ეს ქალბატონი მალავდა ორსულობას. როგორ შეიძლება სამწუხაროდ იცით რა არის უცნაურია გეთანხმებით, უბრალოდ გაცხიმოვნებაც იყო, ცოტა სრული ქალბატონია და ვიზუალურად ეხა მაინდა-მაინც ვერ მოხერხდა მაგისი ვიზუალიზაცია. თუმცა აი საპირფარეშოს ასე ვთქვათ საპირფარეშოში მშობიარობის შედეგად უკვე გამხილდა ეს ინფორმაცია და ჩაერთო ჩვენი პერსონალი. დიახ და ცდილობდა პერსონალი რომ დაკონტაქტებოდა, თხოვდა რომ გაეღო კარი, რომ დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს. თუნდაც 1 საათით რომ არ გააღოს საპირფარეშოს კარი, რატომ არაფერი გააკეთა კლინიკამ, რატომ არ იღონა დროულად? არა, კლინიკამ როგორ არ გააკეთა, იქ თანამშრომლები ცდილობდნენ კარის შემტრევას და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აიძულეს თუ გააღეს კარი მექანიკურად შეამტრეს. ხა კონკრეტულად ვერ დავკონკრეტდები, მე უფრო მეტად კომპეტენტური ვარ ბავშვის მდგომარეობაზე, ვიდრე ხა ამ დეტალებზე ვიდეოკამერებიც არსებობს. კლინიკის სახით კეთდება განმარტება და საზოგადოებას აინტერესებს ინფორმაცია დამატებითი, იმიტომ რომ რამდენიმე საათი იყო გამოკეტილი საპირფარეშოში და კლინიკამ რატომ უფრო დროულად არ იმოქმედა, ეს არის მთავარი კითხვა. როდესაც ეს ქალბატონი გავიდა საპირფარეშოში და არ დაბრუნდა განყოფილებაში, თანამშრომლების მიერ ატყდა განგაში და მოიძებნა და შესაბამისად ესე იგი სცადეს კარის შემტრევა. შემდგომ ნანახი იქნა ეს ახალშობილი, შემოყვანილი იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და გაეწია შესაბამისი დახმარება. დაედო სიტუაციური ნაკერი დაზიანებულ ბუხშეულებზე და მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული, რომ ეს ბავშვი გადაგვერჩინა.